გადავწყვიტეთ დღეს გაგვეთესტა მანქანა დიაგონალებზე ლისზე. და ორი პატრონით ვიქნებით, გავტესტავთ დიაგონალებზე. ნახავთ როგორ მუშაობს ამის ხიდები. სამომავლოდ დაგეგმილია წინა ბლოკის დაყენებას და შესადარებლად ერთი ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტეთ. ეხლა წინა ბლოკი არ აყენია და რო დაყენდება ისევ იმავე ადგილას ლისზე წავალთ. ნუ წინა ბლოკითაც და შევადარებთ მერე ვიდეოებში რა სხვაობა იქნება მანქანას. მოდი ესეთი გეგმა გვაქვს დღეს. გამოვწვით უკვე ლისის ტბას. მალე იქნება მეგო მოჩანს კიდევაც ჩასახვევები ხელმარჯვნა. მაგის გაგრძელებაზე შეგვხვდება უკვე ლისის ცნობილი დიაგონალები. შევდები მეორე მანქანას დაველოდები და გავაგრძელებთ უკვე გზას. მოკლედ მეორე მანქანაც მოვიდა. ეს არის გადასახვევი. ამ გზას გავუყვებით. თას გადახვალთ და მეორე მხრიდან არის ეს ლისის დიაგონალები. მოკლედ მოვედით ლისის დიაგონალებზე, ორი მანქანა გვყავს. ორივე ნისანია. ერთი ეს, მეორე ეს. მონაცემებსაც ვიდეოში მოგახსენებთ. ამას ყველა ბლოკი უყენია, 38-იან საბურავებზეა. M57 ძრა ვიდეოს ამაშიც და იმაშიც. ეს არის მარტო ქარხნულ ბლოკზე. და მოდი ახლა ვნახოთ რას იზამენ ლისის აღმართებზე. მოკლედ, პირველი ვიწყებ ჩემი მანქანით. შავი პატრონით. თოდამზე ურტყავს თავიდან და შეიძლება გადაღებაში შეგვაწუხოს, მაგრამ არ აუშვოს. მოკლედ, პირველად ჩვეულებრივი არანაირი ხიდი, არანაირი ხაბი. ჩვეულებრივი მაღალი გადაცემით უკანა ხიდით მივდივართ და სადამდე ავა მანქანა. ჩვეულებრივი ძრავთ, თანაბარ გას ვიჭერთ და მივდივართ. და როგორც ხედავთ, უკვე პირველი აღმართი როგორც იყო, ცალი ბაგრიში გააწია და ვეღარ ავიდა მანქანა. ეხლა ნისანზე როგორ ირთვება ხაბები. ხაბები რა, წინა ხიდი. ხაბები უნდა გადავატრიალოთ აუცილებლად ისე. არ ჩაირთვება ხიდი. ვატრიალებთ ორივე ხაბს. ამის შემდგომ უკვე შდებით მანქანაში და ხელის გადამრთველით ვრთავთ, უკვე ამას აწერია 2H, ანუ მარტო უკანა ხიდი, 4H, ანუ წინა ხიდიც და უკანაც ირთვება. მაგ დროს უნდა არის მაღალი გადაცემა. ჯერ მაგით ვწდით და მერე ჩაურთავთ უკვე დადაბლებულ გადაცემას. აი, აინთო წვანეთ, რომ ხიდი ჩაგვერთო და ვწდით ახლა მაღალი გადაცემით ოღონდ ხიდებ ჩართულზე. ზევით წავედით, მაგრამ როგორც გადაეკიდა, უკვე აზრი აღარ აქვს და აიწია ორივე ბაგრიშკა ჰაერში, ვეღარ ადის მანქანა. ახლა ჩამოვალთ უკან და ჩაურთავთ უკვე დადაბლებულ გადაცემას. დააჭიროთ ამას და მე ჩამოვიტანოთ უკვე ბოლომდე. ეხლა გვაქვს დადაბლებული გადაცემა,
გაზის მიცემაც აღარ დაგჭირდება. ნახოთ როგორ ავა მანქანა. გადაბლებული გადაცემითაც იგივე შედეგი. როგორც იწევა ორივე ბაგრეშკა ჰაერში, ანუ დიაგონალზე როგორც ეკიდება, ეგრევე იწყებს მანქანა ბუქსაობას. ახლა ვთავთ უკანა ბლოკს. უკანა ბლოკის ჩართვის დროს რა უნდა გავითვალისწინოთ? სანამ ბლოკი არ ჩაირთვება, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მანქანით ბუქსაობა. აქ აქვს ბლოკის ჩართვლის აღნიშნული ნატურა. თუ ეს სიმსივნებს, ესე იგი არაა ბლოკი ჩართული. როდესაც აინთება და დარჩება ანთებული, ესე იგი ბლოკი ჩართულია. ამ შემთხვევაში ისე დაემთხვა კბილანები, რომ ბლოკი ჩაირთო უკანა ხიდის და ეხა ეცდებით უკვე უკანა ბლოკით, ანუ ყველაფერი ჩართულია მანქანაზე, ნელა მშვიდად ავიაროთ ეს აღმართი ბოლომდე. და ნახოთ რა გამოგვივა. და ბლოკის გათიშვისასაც გასათვალისწინებელია, როდესაც გავთიშავთ ბლოკს კბილანები, როდესაც დატვირთვის ქვეშ არის ბლოკი არ ითიშება, ამიტომ წყნარად გავივლით და ველოდებით უკვე როდის ჩაქრება, აი ჩაქრა და უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვიაროთ ასფალტიან გრუნტზეც. უკვე გავთიშავთ ხიდებს, მანქანას დავაყენებთ და ეხლა მეორე მანქანით ეხლა იგივე მარშრუტს გავივლით. აი მწვანე მანქანის ჯერი. იგივენაირად გავუკეთებთ ყველაფერს. ამაზე ჰაბები გათიშულია და ვსტით ჯერ უარაფროთ ასვლას. აი იქნება ავიდეს. ჩაჯდომისას იგრძნობა ეგრევე რომ ეს მანქანა ბევრად მაღალია ჩემსაზე. აქაც აყენია M47, იგივე ძრავი რაც ჩემთან. და იგივენაირად გავტესტავთ ახლა ყველაფერს. დავიწყოთ. მოკლედ ზღოლია დამნაშავე. ყოველ შემთხვევაში იმაზე შორს წავიდა ვიდრე ჩემი. დავეშვათ ახლა დაბლა და ჩავურთოთ ხიდები. მაღალი გადაცემით ცოტა საშიშია ესეთ აღმართებზე სიარული, იმიტომ რომ მანქანა უფრო უკონტროლებადია და ძალას კარგავ, ამიტომ ამ მანქანაზე პირდაპირ ჩავრთავ დაბალ გადაცემას. ნაის ჩემი არაა და მაგიტო. და დაბალი გადაცემით ვსინჯოთ ახლა ასვლა ბლოკების გარეშე. ჰაბები ჩართულია და დადაბლებაც ჩართულია. ახლა შეგვიძლია ვცადოთ ასვლა. აი რა კომფორტულია. დადაბლებით სიარული. და დავიწყოთ აბა. აი არა. და ეს პირველივე დიაგონალი და მანქანა გადაეკიდა.
ჩართულია და ნატურა გვატყუებდა. კი, ბლოკი ჩართულია. და ავდივართ. მაღლა. ელისვლით, უპრობლემოდ. გრილოებზე რომ ედება ესეთ მანქანაზე საბურავები გასაკვირი არ არის. ხოლოდ უკანა ბლოკით უპრობლემოდ ავიდა ეს მანქანაც. რა თქმა უნდა, ამ აღმართზე. წინა ბლოკი როგორ ირთვება ამ მანქანაზე? არის AirBus ბლოკი და ირთვება კომპრესორით. პირველად ირთვება კომპრესორი. არა, რატომღაც არ ჩაირთო. აჰა, ჩაირთო, ხმაც ქონდა. და ეხლა ცოტა დავატრიალოთ საჭირო ჩაჯდეს ბლოკი თავის ადგილას. კრილანები დაემთხეს. და როგორც გრძნობ უკვე ჩართულია. და ვცადოთ ახლა მხოლოდ წინა ბლოკით უკანა გათიშული გვაქვს. ნახოთ როგორ აივლის წინა ბლოკით მარტო. სიმართლე რო გითხრათ, უკანა ბლოკით უფრო კომფორტულად ავედი ვიდრე წინათი. მაინც რადგან წინა საბურავებით უხლოს მანქანა ძალის დატანების დროს საჭე მიაქვს მაინც და ცოტა უფრო საფრთხილოა წინა ბლოკით სიარული. მოკლედ უკანა ბლოკის ჩართული გვაქვს, წინა ბლოკის ვაფშე ყველაფერი გადაბლოკილია. და როგორი ძნელია საჯისტრიალი წინა ბლოკ ჩართულზე. და მოკლედ ვცდით ახლა ყველა ბლოკი ჩართულია პანიჟენით. და ვცადოთ აბა რა იქნება. ვაფშე უპრობლემოდ არ არა მანქანა. მოკლედ ეს არის Nissan Patrol-ის წინა ხიდის ბლოკი. ამ ბლოკს ეძახიან Spartan Lockers, Lunchbox Lockers, რა ვიცი როგორც უნდა ყველას როგორც უნდა ისე ეძახის. არის რუსული წარმოების და გავხსნათ ახლა შიგნით რა არის. და მოკლედ ავხსნი როგორ მუშაობს. ეს არის პრუჟინები. რომელიც ბლოკში ჭდება. ეს არის თვითონ უკვე ბლოკი. ეს ზეთიც მოყვება. და რა ხდება ახლა? მოვიღოთ ჩვენი ბლოკი. ასეთ კბილანებია აქ. ეს ყველაფერი ყენდება ხიდის შიგნით რა, დიფერენციალში. და აქ რა ხდება ახლა? ეს ხიდში ყენდება აი ასე, შიგნით. და ხიდის ღერძი გადის აი ამაში. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, როდესაც მანქანას დატვირთვა არ აქვს, აი ეს ბლოკი არის აი ამ მდგომარეობაში. ანუ კბილანები ერთმანეთს არ ეხება და ანუ მანქანის ხიდი მუშაობს როგორც ღია ხიდი ის.
როდესაც მანქანა იღებს დატვირთვას, ან ცალიბაგრში გააიწევა, ან გას მივცემთ და ბუქსაობას დაიწყებს ნებისმიერ შემთხვევაში, ესენი გარეთ იწევა, ჯდება ამ კბილში. აი ესეთ პოზიციას იჭერს და მანქანის ორივე საბურავი მოძრაობს ერთი სისწრაფით. გინდა ცალი ჰაერში იყოს, გინდა არა. ამ ბლოკის პლუსი რა არის? ანუ მარტივია ძალიან. გინდა დასაყენებლად და გინდა გამოყენებაში, ანუ გას მისცემ დაბლოკილი, აუშვებ და აღარ არის დაბლოკილი. დანარჩენი უკვე როდესაც დაყენდება, გაიტესტება. რა სიტუაციაში როგორ მუშაობს, რას აკეთებს. და მაგ ყველაფერს უკვე შემდეგ ვიდეოში მოგახსენებთ.